პროფესიონალური კონფერენცია, რომელიც მე ვიყავი გაფრთხილებული, რომ მასმედიამ არ მიაქცია 5 საათიან საკომიტეტო ისა დოკუმენტაციისა თუ სტატისტიკისა, რომელიც მოგვაწოდეს როგორც ოფიციოზმა. უპირველეს ყოვლისა, ახალი მოწვევის პარლამენტმა თავიდანვე პრაქტიკულად ნოემბრის თვეში დაიწყო პრობლემის შესწავლა და მოხდა შესწავლა პრობლემისა იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რაც ჰქონდა და ძალიან ფართო მონაწილეობით და მივედით დასკვნა და ჩატარდა საკომიტეტო მოსმენა, რომლის თავარი პროდუქტი არის ის, რომ საქართველოს სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები ტუბერკულოზის კონტროლის მიმართებაში და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვწუნდებით, რომ აქ არის საჭირო არაშესწორებები საკანონმდებლო, თქვათ, არსებულ კანონებში ალბათ უპრიანი იქნება, სწორი იქნება კანონის შემუშავება, ანუ კანონი ტუბერკულოზის შესახებ. ამჟამად შექმნილი არის ძალიან სერიოზული ჯგუფი ექსპერტთა, სხვათა შორის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ეხლა მიდის მოლაპარაკება ადამიანის უფლებათა ექსპერტებთან. კაფეოდ განისაზღვრება კანონში სახელმწიფოს ვალდებულებები თავისი მოსახლეობის წინაშე. ყურადღება მიექცევა იმ თემას, რასაც ქვია წამლებზე კონტროლი, ანუ მედიკამენტებზე კონტროლი, რაც რეზიდენტული ტუბერკულოზის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. და ალბათ ჩვენ კოლეგებსაც ექნებათ გარკვეული შეზღუდვები და კონტროლი, ასე ვთქვათ, არასტანდარტული და არასაერთაშორისო სტანდარტებს დაცილებული სამკურნალო მიდგომების კუთხით.